საერთოდ როცა შედეგზე ვლაპარაკობთ, უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს სხვადასხვანაირი აქციის ფორმა. ხო, ანუ არსებობს აქცია, რომელიც მყისიერ შედეგზეა ორიენტირებული და არსებობს აქცია, რომელიც გრძელვადიან პროცესზეა გათვლილი. ეხლა რა პრობლემაც გვიდგას? ეხლა პრობლემიდან გამომდინარე, მყისიერ შედეგზე გათვლილი აქცია არ არის სწორი, იმიტომ რომ შეუძლებელია მყისიერად შედეგის მიღწევა ამ მომენტისთვის და შესაბამისად თუ ვინმე მე საერთოდ ყველას ვემხრობი, ანუ ნებისმიერ ადამიანს, ვინც წინააღმდეგია აი ამ არაბული ქალაქების და ზოგადად აი ამ მიგრაციის პროცესის. მაგრამ არასწორად წინააღმდეგობის გაწევაც არის დამაზიანებელი, ხო? მაგაში ხო თანხმდებით, ხა თუ წინააღმდეგობას უწევ და როცა რაღაცა რთული გამოწვევა დგას, ხო? დამარცხებისთვის განწირული ნაბიჯები არ უნდა გადადგა, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რამდენად რთულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე და მანდიდან გამომდინარე უნდა დავასკვნოთ ის, რომ მყისიერი პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია ამ მოცემულობაში. თუ ეხლა თეორიულად შესაძლებელია ვთქვათ, მთელი საქართველოს მოსახლეობა თუ გამოვიდა. მაგრამ ეგ პრაქტიკაში ძალიან რთულია, ხო? მაგრამ თეორიულად შესაძლებელია, კი ბატონო, ანუ გამორიცხვას კი არ ვახდენ თეორიაშიც, მაგრამ რაც პრაქტიკა მაჩვენა არის ის, რომ ეხლა ჩვენ დავაორგანიზეთ, ანუ ყველაფერი გავაკეთეთ, მთელი რესურსი რაც გვაქვს, დიდი შრომა გავწიეთ და დავაორგანიზეთ, გამოვიდა დიდი რაოდენობით ადამიანი, მაგრამ არა იმდენი ადამიანი, რომ მყისიერად გადაიჭრას ეს პრობლემა, ხო? მაგდენი ადამიანი არ გამო. პრინციპში რამდენიც არ უნდა გამოსულიყო იმ დღეს გასაგებია, რომ სულ რომ მართლა აი 100,000-ით რომ გამოსულიყო, მე რთულად წარმომიდგენია, რომ პრემიერი გამოსულიყო და ანუ კაი მაშინ აი უკვე როგორი საკითხია. საერთოდ დიდი ეფექტი აქვს აქციის ზონას. მაგას აქვს დიდი მნიშვნელობა. ახლა შეიძლება ის იმედი ძალიან აშკარა ტყუილს იძახის და ნუ ფაქტია რომ 1500 რო იძახის, მაგას ხო დანიშნულება აქვს. მათი мотиваცია მაგ ტყუილისა ხო ცხადია რა, მათთვის მნიშვნელოვანია როცა 100,000-ია თუ 1500-ია, ხო მაგას სხვადასხვა წონა აქვს. რეალურად ხო, ეხლა ჩვენი ძალისხმევა და ჩვენი ენერგია უნდა მივმართოთ სწორედ მანდეთ. ანუ ჩვენ ისე კი არ უნდა ჩავთვალოთ, რომ რამდენიც არ უნდა გამოვიდეს, შედეგი არ იქნება. ეგ იგრი არ არის. თუ გამოვა იმდენი ადამიანი, რომ ეგ უკვე ყოვლის მომცველი იქნება, ანუ ვერავინ მაგას წინ ვერ დაუდგება, ანუ მე ვიძახი საინფორმაციო თვალსაზრისით, ხო? მაშინ ეგ ძალაუნებურად გამოიწვევს მაგ მიმართულებით პოლიტიკის ცვლილებას. ანუ ეხლა თეორიაში რომ წარმოვიდგენთ, რომ მთელი საქართველოს მოსახლეობა გამოვიდა, ხო? ეგ მაშინ მყისიერად მოგვარდება, ერთ საათში მოგვარდება. ხო, ანუ ეგ არის უბრალოდ ეს ყველაფერი არის მასშტაბი. მასშტაბზე დამოკიდებული. მასშტაბი თუ არის პატარა, აი მაგალითად დაუშვათ, ხო? რასაც იმედი ამბობს, ეგ რომ სიმართლე ყოფილიყო და აი რეალობაში 1500 რო გამოსულიყო, მაშინ ხო მით უმეტეს ცუდი სურათი გამოვიდა, ხო? ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ კი რამეს აქვს ამ ეტაპზე მნიშვნელობა, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ გრძელვადიან პროცესზე, თუ კი რამეს აქვს მნიშვნელობა, აქვს მნიშვნელობა იმას, რომ აი ეს ხალხის ჩართულობა გაიზარდოს. მასშტაბი პროტესტის გაიზარდოს და ჩვენი აი ეს შედეგიც,
ხო? შედეგს რას ვარქმევთ, სწორედ მაგ კონტექსტში უნდა შევხედოთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ბერკეტის ზემოქმედების დარჩენილი გვაქვს მხოლოდ ეს მოსახლეობის მობილიზება და მოსახლეობის დემონსტრირება ნებისა, მოსახლეობის ნებისა. ეგ არის ბერკეტი, რომელიც გაგვაჩნია. კი ბატონო, რა თქმა უნდა, მთავრობა ჩვენ უკვე ხედავთ, რომ მაქსიმალურად თვალს დაიბრმავებს, მაქსიმალურად შეეცდება, რომ სხვა მიმართულებით გაიხედოს, თემა გადაიტანოს სხვა საკითხზე, მაგრამ იმისთვის, რომ ეგ ყველაფერი შეუძლებელი იყოს მთავრობისთვის, მაგისთვის არის ზუსტად აქციის მასშტაბი საჭირო. ამიტომ ამ აქციამ ჩემი აზრით ფაქტია, რომ შედეგი გამოიღო, თვითონ ის რომ ეს საკითხი გახდა საინფორმაციო თვალსაზრისით სრულიად დომინანტი გახდა მთელ პოლიტიკურ სივრცეში და ყველა გადასულია უკვე ამაზე საუბარზე, ხო? ეგეც გამოხატავს აქციის ეფექტზე. ანუ ეგ აქციის ის არის, რა ქვია, შედეგი ეს ყველაფერი და მაგის უმნიშვნელო გამოცხადება არის ძალიან დიდი შეცდომა. და მაგის იგნორირებაც არის ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ რომ მოწინააღმდეგე მხარე, მაგალითად ქართული ოცნება, მაგას უმნიშვნელოდ არ თვლის და სწორედ მაგას აქცევს მთავარ ყურადღებას. ამიტომ აქეთა მხრიდანაც მთავარი ყურადღება სწორედ მაგისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ეხლა აი ეს აქციის შედეგი უნდა გაფორმდეს ისეთნაირად, რომ მომავალში ეს პროცესი იყოს მზარდი.